დღეს ბიბლიოთეკარების პროფესიული დღე აღენიშნება. გურჯაანის შოთა რუსთაველის სახელობის ბიბლიოთეკას დიდი ხნის ისტორია აქვს. იგი 30-იან წლებში დაარსდა და გამორჩეულია მთელ საქართველოში, რადგან 137,000-ზე მეტი უნიკალური წიგნის ფონდი აქვს. მკითხველთა რაოდენობა კი ყოველწლიურად იზრდება. გურჯაანის ცენტრალური ბიბლიოთეკა თითქმის 80 წლებიზე მეტ სითვლის. ამ ხნის მანძილზე ყოველთვის პირველ ადგილზე იდგა როგორც თავისი თანამშრომლებით, ასევე წიგნადი ფონდით. დღეისათვის 137,000-ზე მეტი ლიტერატურა გვაქვს. ცენტრალური ბიბლიოთეკა მოგეხსენება თავისი შენობით უნიკალურია, ასე შეიძლება ითქვას. გვაქვს 13 სასოფლო ბიბლიოთეკა, რომლებიც თითქმის იდენტური ლიტერატურით, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ერთნაირად გაგვაქვს წიგნები მათთან. პირადად მე ვემსახურები ახალი წიგნების შემოსვლას და მათ გაცემას ყველა ბიბლიოთეკაზე. ცენტრალურ ბიბლიოთეკაში არსებობს ცენტრალური ბიბლიოთეკის აბონემენტი, საბავშვო განყოფილება, რომელიც პატარებს ემსახურება. გვაქვს ასევე სამკითხველო დარბაზი, რა თქმა უნდა, თავისშესანიშნავი ფონდითა და ადგილობრივ ჟურნალ-გაზეთებით და მკითხველებით. არის ასევე ფრანგული ლიტერატურა, ფრანგული ბიბლიოთეკა, რომელიც თავის დროზე თვითონ საფრანგეთმა გადმოგვცა. გვაქვს ასევე ინგლისური ლიტერატურაც, მაგრამ მცირედი. საერთოდ ძალიან უნიკალური ფონდი გვაქვს. ეს არის უნივერსალური ბიბლიოთეკები, სოფლებიც და რაიონიც. ყველა დარგის შემოსვლა წიგნების ასევე ხდება. პროფილით არის გათვალისწინებული, მოგეხსენებათ ჩვენ ვართ ღვინის კუთხე, რაიონი. პირველ რიგში გვაქვს კიდეც ღვინის პატარა კუთხე, სადაც ყველანაირი ლიტერატურაა დაწყებული მიწის მუშაობიდან, დამთავრებული თვითონ ღვინის დაყენებით. მკითხველებს დიდი მადლობა, რომ ჩვენთან ძალიან ბევრი არიან. ვერ ვიტყვი ისე როგორც ადრე, მაგრამ მაინც ძალიან მოწადინებული ახალგაზრდობა, ძველგაზრდობა სხვათა შორის, იმიტომ რომ კლასიკა ძალიან უყვარს უფრო ძველ გაზრდობას. მაგრამ თანამედროვე ახალგაზრდებიც კითხულობენ.